გამარჯობა. ეთერშია ნიუპრესის ყოველკვირეული გადაცემა აქცენტი ნინო ძოძენიძესთან ერთად. ქუთაისის მელიტონ ბალანჩივაძის სახელობის ოპერის თეატრი ბოლო დროს დიდი დაპირისპირების ეპიცენტრად იქცა. ამ ეტაპზე მდგომარეობის დაძაბვა სამხატვრო ხელმძღვანელის თანამდებობაზე არსებულმა ვაკანსიამ გამოიწვია. უკვე ერთი თვეა მის დასაკავებლად იბრძვიან სოლისტი, არაერთი კონკურსის ლაურეატი, ლასკალას თეატრის პირველი კურსდამთავრებული ლაშა ნიქაბაძე და ოპერის თეატრის ქორმეისტერი ირინა ლომინაძე. გადაცემაში გვინდოდა მოგვეწვია ორივე კანდიდატი, რათა ღიად გვესაუბრა მათ გეგმებსა და ოპერაში არსებულ პრობლემაზე, თუმცა ერთ-ერთმა კანდიდატმა ირინა ლომინაძემ ამ ეტაპზე ვიდრე გადაწყვეტილება არ იქნება მიღებული და ბრძანება არ დაიწერება, ჩვენთან სტუმრობაზე უარი განაცხადა. ამდენად ჩვენც თავი შევიკავეთ სამხატვრო ხელმძღვანელის თანამდებობისთვის ბრძოლაზე საუბრისგან. თუმცა ვინაიდან ოპერის თეატრის თემა ქალაქში კვლავ აქტუალურია, გადავწყვიტეთ შევხვედროდით ოპერის თეატრის ყოფილ დირექტორს ხატია ვედმედევას, რომელიც რამდენიმე დღით იმყოფებოდა ქუთაისში და რომელმაც დაარღვია 11 თვიანი დუმილი. ის გვესაუბრა ყველა იმ საკითხსა და პრობლემაზე, რაც ამ ხნის მანძილზე დაუგროვდა. გვესაუბრა ასევე მის გეგმებზე. მაშასე მოვისმინოთ ინტერვიუ ოპერის თეატრის ყოფილ დირექტორთან ხატია ვედმედევასთან. მოგესალმებით ბატონო ხატია, დიდი მადლობა რომ დავხარდით ინტერვიუზე. სხვათა შორის, რაც ოპერიდან წახვედით, თქვენი როგორც ვიცი, პირველი ინტერვიუა საერთოდ არ გამოჩენილ ხართ ჟურნალისტებთან და მე ამისთვის კიდევ ერთხელ მინდა დიდი მადლობა გითხრათ. ვიდრე უშუალოდ კონკრეტულ თემებზე ვისაუბრებდეთ, საინტერესოა როგორი გზა გაიარეთ თქვენი შრომითი გზის შესახებ იქნებ ორიოდე სიტყვით გითხრათ. უპირველეს ყოვლისა მოგესალმებით, ძალიან მომიხარია რომ დღეს ჩვენ შევხვდით. ნამდვილად რაც ქუთაისის ოპერის თეატრის დირექტორის თანამდებობიდან ვიყავი განთავისუფლებული, მე არ შევხვედრი ვარ ჟურნალისტებს, იმიტომ რომ მქონდა რაღაც პერიოდის მოლოდინი, მაინტერესებოდა როგორ განვითარდებოდა სიტუაციები ოპერის ირგვლივ, ჩემს ირგვლივ და შესაბამისად უფრო ალბათ ობიექტური ინტერვიუ რომ მომეცა ამ ყველაფრის შესახებ, მეტად რაღაც პერიოდი არ კონტაქტობდი აქტიურად ჟურნალისტებთან. რაც შეეხება ჩემ წარსულს, მე 8 წლის ასაკში წავედი საქართველოდან, პირველად საქართველოში ჩამოვედი 25 წლის ასაკში, მე არ მახსოვდა ქართული ენა, სმენით ყველაფერს გებულობდი, მაგრამ წერა კითხვა საუბარი, რა თქმა უნდა, მიჭირდა. რაღაც პერიოდი დამჭირდა იმისათვის, რომ ქართული ენა ისევ ამეთვისებინა და მანამ გეტყვით, რომ რუსეთში, მოსკოვში მე დავამთავრე ორი უმაღლესი განათლება მივიღე, ორი უნივერსიტეტი, ეს იყო სახელმწიფო მართვის უნივერსიტეტი, სადაც სპეციალობა მივიღე სახელმწიფო და მუნიციპალური მართვა პირველი და მეორე იყო ბიზნეს მართვა. იქ მუშაობდი სხვადასხვა სამსახურში, წამყვან პოზიციებზე. ბოლო ყველაზე ალბათ საინტერესო ჩემთვის სამუშაო იყო Citibank-ი, სადაც მე ვიყავი საკრედიტო ბარათების ხელმძღვანელი რუსეთის მასშტაბით და ჩემი საქართველოში ჩამოსვლის ესე ვთქვათ, ინიციატივა იყო იმ კუთხით, რომ მინდოდა აქ აღმეზარდა ჩემი შვილები და ჩემი ოჯახის წევრებთან, ათასებთან ყოფილიყავი ახლოს. და ალბათ ჩემი გამოცდილებაც გამომეყენებინა საქართველოში. თუმცა რთული აღმოჩნდა ეს სიტუაცია. რატომ აღმოჩნდა რთული? დამკვიდრება რთული თქვენივე ქალაქში. თავიდან მოხდა ისე, რომ ისევ რუსეთის კონტაქტებით, იმითი რომ იცოდნენ ჩემი სამუშაო გამოცდილება, მე მოხვდი ფარმაცევტულ კომპანიაში, ერთ-ერთ უდიდესში საქართველოში, სადაც რუსული ენაც მიწყობდა ხელს, იმიტომ რომ შესყიდვები, გაყიდვები, ყველაფერი მეპარა, ესე ვთქვათ, პარალელურად სწავლობდი ქართულ ენასაც, მე ვიყავი სამი ქარხნის დირექტორი, მართავდი კოლექტივს, სადაც თითო წარმოებაში იყო 400 ადამიანი და ჩემთვის იყო გაურკვეველი, რომ იქ 1000-ზე მეტ თანამშრომელთან მე არ შემქნია არასოდეს კონფლიქტი. მუშაობდით ძალიან კარგად და წამოვედი იმ სამსახურიდან ოპერის თეატრის დირექტორი რო გავხდი იმის შემდეგ. და
გასაკვირი იყო ის, რომ იქ მე დაფასებაც მქონდა, პატივისცემაც მქონდა, ბევრად დიდი ანაზღაურება მქონდა. და რატომ წამოხვედით ოპერაში? რამ განაპირობა თქვენი სურვილი ოპერაში მისვლისა? რაიმე ფესვები გაქვთ ოპერასთან, გქონდათ თუ რა მოხდა? დიახ, ოპერის თეატრთან არის დაკავშირებული სრულიად ჩემი ოჯახი. დედა, მამა, ჩვენი ოჯახი, ესე ვთქვათ. შეიქმნა ოპერის თეატრში, მუშაობდა მამა, მუშაობდა დედა წლების მანძილზე. ამის გარდა იქ მუშაობდა მამი და ბიძა, ბაბუა სახელზე უზრუნავ დღესაც და ვცდილობ რომ რაღაც განვაახლო ის რას. სიგდიგმა სიყვარული მამი იყო შექმნილი ბაბუა არის ქალბატონ ნინო ანანიაშვილის პედაგოგი, ბატონ ნიკოლას მახათელის პედაგოგი და მე ამით ვამაყობ, იმიტომ რომ მან შეძლო ის რომ თავის მოღვაწეობით დაეტოვებია საქართველოსთვის ძალიან კარგი სახელები. ოპერაში მივედი რა თქმა უნდა სიყვარულით, იმიტომ რომ მე გადასარევად ხდებოდი იმას, რომ ეს ბიუჯეტი რაც ოპერას გააჩნდა. ის ანაზღაურება, რაც მე ოპერის თეატრში მექნებოდა, ის არ იყოფოდა არა მარტო მე არჩევ ბავშვებს და არავის და მე იქ ნამდვილად მივედი სიყვარულით და იმით, რომ მინდოდა რაღაც კარგი შეგვექმნა. დავწერეთ პროექტი, რომლის დაფინანსება სახელმწიფოთანაც ჰქონდა, ესე ვთქვათ, დაპირებები, რომელიც სამწუხაროდ არ განხორციელდა. ეს არ იყო მარტო ჩემი და ბატონი გოგი ჭიჭინაძის შეხვედრაზე მოცემული დაპირება, ამ საკითხზე ჩვენ ქუთაისის ოპერაში პროექტის პრეზენტაციაც ჰქონდა, იქ ესწრებოდა პარლამენტი, იქ ესწრებოდა ხელისუფლება, რომელიც დაპირება იყო და სურვილი. ესე ვთქვათ, რომ სურვილი იყო ყველასი, მაგრამ სამწუხაროდ არ იყო ალბათ გათვალისწინებული ის, რომ ქუთაისისთვის ამ ხელო ბიუჯეტის გამოყოფა, იმისათვის რომ ქალაქს მიცემოდა სტატუსი და ქუთაისი ყოფილიყო კულტურული ცენტრი საქართველოს და აღორძინებული ოპერის თეატრი, ალბათ ამისთვის მზად არ იყო ხელისუფლება იმ მომენტში. ამან მაინც არ დაგვაშინა ჩვენ, მე პირადად არ შევშინებულ ვარ ფაქტზე, რომ ეს დაფინანსება ვერ მოვიპოვეთ და მაინც ვცდილობდით ყველანაირად გაგვევითარებია ოპერის თეატრი. აი, რაც დრო კი გამაჩნდა 24 საათი ალბათ დღეში ხო აქვს ადამიანს 20 საათი მაინც მე მქონდა ოპერისთვის. ხარია თქვენ მიხვედით სრულიად ახალგაზრდა საკმაოდ გამოცდი. სხვათა შორის მახსოვს თქვენ კონკურსი გაიარეთ, ხო? ვიდრე ოპერაში მიხვიდოდეთ, ხო რაღაც ბაგოგიმ გაიარა კონკურსი. ბატონმა გოგიმ და თქვენზე ამბობდნენ, რომ გარკვეული პიროვნებები, რომ საოცრად მოწესრიგებული, საოცრად კარგი, მშვენიერი, მონდომებული პიროვნება არის და ბევრს ჰქონდა იმედი, რომ თქვენ ბევრ რამეს გააკეთებდით ოპერაში, მაგრამ პირველივე წუთებიდან ასე ითვლება სერიოზულ წინააღმდეგობას წააწყდით. ანუ არც გაცალეს ის, რომ თქვენი გეგმები განგეხორციელებინათ. რა იყო ეს, რა მოხდა, რა ხდებოდა, რატომ იყო თავიდანვე სკანდალი, დაჯგუფებები, რატომ იყო ასეთი განწყობა, როცა არ იცოდნენ ხატია მედვედევა, ვისი სურვილი ჰქონდა იქ გაკეთების ოპერაში. იქნებ უნდა აგეყვავებიათ ყველაფერი და გაგეკეთებინათ ძალიან კარგად. რატომ მოხდა ასეთი კონფლიქტი და დაპირისპირება? თქვენ რას უკავშირებთ ამას? გეტყვით, რამოდენიმე ადამიანმა მითხრა ეს ფრაზა, რომელიც მინდა გავაჟღერო. ჩამოხვედი ქალაქში, რომელსაც ძალიან კომფორტულად ძინავდაო. შეხვედი თეატრში, რომელიც მშვიდად ცხოვრობდაო, აი ძალიან ღრმა ძილში და გააღვიძა. ეს არის სიამოვნა ყველას. მე იმით არა, რომ ჩემ თავს ვიქებ, ვიტყვი რა გავაკეთე ქუთაისის ოპერისთვის. მე როცა მივედი ქუთაისის ოპერის თეატრში, მას ჰქონდა მუსიკალური დარბაზის სტატუსი. მე 3 დღე ვათენე ვაღამე კულტურის სამინისტროში იმისათვის, რომ ქუთაისის ოპერას დაბრუნებოდა თავისი ნამდვილი სახელი, მელიტონ ბალანჩივაძის ოპერისა და ბალეტის თეატრის სტატუსი. ეს სტატუსი ჩვენ ასევე დავიცავით ყველანაირად იმისთვის, რომ ეს არ გაუქმებულიყო, იმიტომ რომ არსებობს დღესდღეობითაც ქუთაისში ის ხალხი, ვისაც სურს, რომ ქუთაის აღარ გქონდეს ოპერის თეატრი და სურს, რომ ეს იყოს მუსიკალური დარბაზი. და სამწუხაროდ ჩემთვის ეს არის მათთვის საინტერესო ფინანსური კუთხით. რაც კიდე შევძელით, ეს იყო სააბონემენტო სისტემის, ასე ვთქვათ, დაარსება, სადაც
ჩვენ სკოლის პროგრამის მიხედვით, ასევე მოსწავლეების რაღაც პროცესებში ჩართვით მივახციეთ იმას, რომ ქუთაისის ოპერის დარბაზი სრულიად იყიდებოდა. ჩვენ შევამცირეთ მოსაწვევების რაოდენობა. ჩვენ თანამშრომლობდით სკოლებთან, უნივერსიტეტთან, კადეტთა კორპუსთან. რატომ ვერ ხედავდნენ ამას? არ უნდა ძალიან კარგი. აღიარება რატო არ უნდათ, როგორც ინცით არავის ალბათ ქალაქში არ წვირდებოდა ხატია ვეთმედება, რომელმაც შეძლო ქუთაისის ოპერის თეატრის რაღაც მომენტში საჭირო ქალაქისთვის გავხდარიყო, იმიტომ რომ ის ბრძოლა, რომ ქუთაისში ოპერის თეატრი არ იყოს, დაიწყო ჩემამდე. და ნელ-ნელა მიდიოდა იქ, რომ აი მაყურებელი არ აყავს, დაფინანსება არ ყოფნის, მოდით ეს თანხები შევამციროთ. სამარცხვინო ხელფასები იყო ოპერის თეატრში და რჩება დღესაც. მე არ მომწეს იმის უფლება, რომ შტატები შემემცირებინა ისე, როგორაც ოპერის თეატრს ეკადრება. მე შევამცირე 14 შტატი ადმინისტრაციაში. ეს თანხები სრულიად გადმოვიტანი შემოქმედებაში და მე შევძელი 40 თანამშრომლისთვის გამეზარდა ხელფასი. სამარცხვინო როცა ადმინისტრაციაში თუნდაც ადმინისტრატორი ღებულობს 300 ლარს თვეში ანაზღაურებას და 63 ლარს ღებულობდა ორკესტრა. წარმოგიდგენია სტრუქტურის ყველა. რა თქმა უნდა, ამ ყველაფერს მოხდა ის პიარები, რომელიც მე ამიგორეს. თუმცა ალბათ ის რომ მე რუსეთში გავიზარდე და რაღაც მომენტში ამის მადლობელიც ვარ, მე ამ საკითხებს არ შეუწუხები ვარ არანაირად, იმიტომ რომ დასრული და ნორმალურად მოაზროვნე ადამიანი ხდებოდა, რომ ეს იყო აბსურდი. ფინანსური კუთხით მე ოპერის თეატრი არასოდეს არ მაინტერესებდა. მე მაინტერესებდა მხოლოდ მისი განვითარება, კეთილდღეობა და წინსვლა. სამწუხაროდ ბატონ გოგი ჭიჭინაძეს, ვისთან ერთადაც მე თანამშრომლობდი, არ ქონდა იმის საშუალება და დრო რომ ყოფილიყო ადგილზე, ჩვენ კომუნიკაცია ფიზიკურად არ ქონდა და ქუთაისის ოპერის ყველაზე დიდი პრობლემა არის ის, რომ მას საზოგადოება ირგვლივ ხარს უჭერს და ცდილობს დაუდგეს გვერდით ნებისმიერ განვითარებაში. ყველა ვინც ხელოვნებასთან არის კავშირი და ახალგაზრდა თაობა, რომელიც ჩვენთან ნამდვილად დადიოდა, მე ამით ვამაყობდი მუდამ, რომ ახალგაზრდა მაყურებელს ხედავდი ყველა ღონისძიებაზე. ისინი მზად არიან ქუთაისის ოპერას დაუდგეს გვერდით და კარგად განვითარებაში. თავარი პრობლემა ქუთაისის ოპერის თეატრის არის ის, რომ მას ანგრევენ შიგნით. მე მინდა საზოგადოება ხმამაღლა იცოდეს, ალბათ დღეს სახელებს დაგვარებს არ დავასახელებ, მაგრამ დარწმუნებული ვარ, რომ მე ამას გავაკეთებ. აი, ისინი, ვინც მუშაობენ ოპერაში, ცდილობენ დაინგრეს ოპერა. სამწუხაროდ, ჩემთვის მაგ ხალხის ხელში ვარ გაზრდილი. მე ისინი არა მარტო როგორც თანამშრომლები მიყვარდა და პატივს ვცემდი, მე მათ ვცემდი პატივს, იმით რომ მე მათ გვერდით გავიზარდე და მიზანმიმართულად ცდილობენ ამას ხალხი. ეს იყო სამმაგი თამაში, როცა გეუბნებიან ერთს, გთავაზობენ მეორეს და რეალურად ფიქრობენ მესამეს. ეს ხალხი, ეს ჯგუფი არ არის დიდი. დღესდღეობითაც ყველა სკანდალი, რაც ოპერის ირგვლივ არის, ხდება მათი დამსახურებით. ეს არის 7-8 კაციანი ჯგუფი, რომელიც ქალბატონ მედია ამირანაშვილსაც ებრძოდა. ებრძოდა ყველა ხელმძღვანელს. ქალბატონი როზა დვალიშვილი მოიყვანეს ოპერის თეატრში, რაც ჩემი აზრით ის არ იყო ცუდი მენეჯერი, მაგრამ ის არ იყო ოპერისთვის მენეჯერი, იმიტომ რომ მსახიობებთან ურთიერთობა ცოტა სხვა სიტუაცია და სხვა კულტურა უნდა გაგაჩნდეს, თუნდაც შინაგანი, რომ აი ზედმეტი არ მოგივიდეს და არადგინო აი ნამდვილ პროფესიონალს. ისინი ძალიან ბუნებით არიან ისეთი ხალხი, რომ აი მათ უნდა ეფერო და სტიმული მისცე გახსნისთვის. თუ ეს სტიმული არ აქვს, ამ 7-8 ადამიანს მოფერება, ამ 7-8 ადამიანთან მოფერება არ ჭრის და რაიმე ასეთი მიდგომა განსაკუთრებული. სამწუხაროდ, ჩემთვის როცა შევისწავლე, მე ძალიან მაინტერესებს ადამიანების ფსიქოლოგია და შევისწავლე მათი მოღვაწარი გზა. მე მივხვდი, რომ ისინი არ არიან პროფესიონალები და მათთან მოპყრობა როგორც
პიროვნებებთან არ შეიძლება და ადამიანური საუბარი მათთან არ შეიძლება. მაგრამ ფაქტია წლებია ისინი ოპერაში არიან დამკვიდრებული და მიჰყავთ ოპერის ცხოვრება. ისინი სარგებლობენ დობით ადამიანების, ისინი სარგებლობენ სტატუსით, რომელიც მათ ოჯახიდან გადმოეცა. ისე საინტერესოა ვინ არიან. ძალიან საინტერესოა და მე ამაზე აუცილებლად ვისაუბრებ, ოღონ იმ დროს, როცა მე უკვე შიგნით ოპერის თეატრში ვისაუბრებ ჩვენთან. აუცილებლად ვისაუბრებ თქვენთან, იმიტომ რომ ამ პიროვნებებს მე ვპირდები, რომ მათ მოუწევთ ოპერის თეატრთან დამშვიდობა. და როცა ოპერის თეატრში ვიქნები, ამბობთ თქვენ, რა გაძლევთ ამის თქმის უფლებას, ვიცი რომ სასამართლო პროცესები გაიარეთ. მოდით მოკლედ ვთქვათ თქვენი წასვლის შესახებ ოპერიდან და მე იმ სასამართლო პროცესებზე რომ მაყურებლისთვის ცნობილი იყოს ყველა დეტალი. მე ვიყავი განთავისუფლებული ერთ დღეში. ხო, როგორ იმ მოხდა დღეს რაცა მე მივწერე სამინისტროს, რომ ქუთაისის ოპერის თეატრში არსებული სიტუაცია არ მაძლევს იმის საშუალებას, რომ დარღვევები, რომელიც გრძელდება დღესდღეობით გამოვასწორო, იმიტომ რომ ყველამ კარგად იცის ალბათ თეატრში მთავარი პიროვნება არის სამხატვრო ხელმძღვანელი და მისი ქვემდგომია, ესე ვთქვათ, დირექტორი, რომელიც განაგებს მხოლოდ ფინანსურ სიტუაციებს. მე უარი განვაცხადე რამოდენიმე თანამშრომელზე ანაზღაურების გაცემის. იმიტომ რომ ისინი ჩემთვის არიან მკვდარი სულები. ისინი ცხოვრობენ თბილისში, ისინი ჩამოდიან 3-4 თვეში ერთი დღით. ანაზღაურებას ვიღებულობდნენ ყოველთვიურად და 3-4 ჯერ მეც, ვიდრე ადგილზე მყოფი უმაღლესი პროფესიონალიზმის პრივილეგირებული ფენა, როგორც ყველგან. მე უარი განვაცხადე მასზე ანაზღაურების მიცემის, რის საფუძველზეც ჩვენ მე და ბატონ გოგის მოგვივიდა კონფლიქტი. რახან ჩვენ ვერ შევთანხმდით, მე ზემდგომს მივაწოდე ეს ინფორმაცია და ველოდებოდი რეაგირებას ამ საკითხზე. სამწუხაროდ ჩემთვის საპასუხოდ მივიღე მე განთავისუფლების ბრძანება. ბატონ გურამ მოდიშარიას პერიოდში ხდებოდა ეს ყველაფერი. კითხვაზე რატო გამანთავისუფლეს, ამხსნეს მარტო ის, რომ სამხატვრო ხელმძღვანელს აქვს უფლება დაგნიშნოს და აქვს უფლება გაგანთავისუფლოს. გასაგებია, რომ კანონში თეატრის შესახებ ესე წერია, მაგრამ სად არის სამართალი? სად არის კანონი შრომით? კანონმდებლობა რატო არ იყო გათვალისწინებული? მე არც გაფრთხილება მქონდა, არც არანაირი დარღვევა არ მქონია, გავიარე ესე თქვა ძალიან წამებული პერიოდი, სადაც ვამბრალებდნენ ყველაფერს, რაც შეიძლებოდა და ეს ბრალდებები დღემდე არის. მიუხედავად იმისა, რომ არც ფინანსური პოლიციამ არ აღმოაჩნდა რაღაც დარღვევა ჩემი საქმიანობის. მოხდა შემოწმება, ხო? რა თქმა უნდა, დანიშნის დღიდან განთავისუფლების დღემდე ვიყავი შემოწმებული სრულიად და მე მინდოდა ეს რომ მოხდარიყო. არც ექსპერტიზამ არ დადო არანაირი დარღვევა, იმიტომ რომ ის არ არსებობდა ოპერის თეატრში, არც აუდიტმა ვერ დადო ეს ბრძანება, იყო აუდიტი გაკეთებული ერთპიროვნული, რომელიც ჩვენ არ მივიღეთ, არც მე და არც სასამართლომ და იყო ექსპერიმენტალური აუდიტი, ანუ დამოუკიდებელი აუდიტორი კომპანიამ შეგვამოწმა, სადაც დარღვევა არ აღმოჩნდა. ბრალდებოდა 200,000 ლარის სახლში წამოღება და რაღაცა ის საოცრებები, როცა საქართველოს კანონმდებლობით 1 ლარზე და 10 თეთრზე შეუძლიათ დაგიჭირონ მასეთ სიტუაციაში. მე როცა მუშაობდი, მქონდა პერიოდი, როცა 4-5 თვის ხელფასი არ ამიყია იმისთვის, რომ შემოქმედებას ეს თანხა დახმარებოდა რაღაც განვითარებისთვის. და ამ 80 ადამიანის გარდა დანარჩენი თქვენი მხარდამჭერი იყო და როგორი ურთიერთობა გქონდათ გუნდთან? იცით რა არის ურთიერთობა სულ მუდამ მქონდა წამოსვლის დანიშნამდე მოღვაწეობის პერიოდში და წამოსვლის შემდგომ. ის 8 ადამიანი, რომელიც ოპერის თეატრში დღესდღეობით არსებობს, დღესაც მათთვის მე ვარ უსაყვარლესი ადამიანი პიროვნულ შეხვედრის დროს. ისინი ძალიან თბილად მეკცევიან და ალბათ ფიქრობენ, რომ ხატი არის ისეთი ალალი, ისეთ ოჯახში აზრდილი, რომ ალბათ ვერ მიხვდება, ან ვერ გვეტყვის, ან ვერ გავედავს. საქმეს, ხო? ხო. სამწუხაროდ მე წეხან თქვი ფრაზა, რომ ვერ იმუშავებენ და რატო თქვი? მე მიყვარს თითეული თანამშრომელი თეატრში, მიუხედავად იმისა, რომ ბევრისგან რაღაც მტკენია. ოპერის თეატრი თუ უნდა არსებობდეს, რა თქმა უნდა არსებობდეს ქუთაისში, თუ უნდა განვითარდეს და რა თქმა უნდა განვითარდეს,
ის ხალხი, ვინც მას ცდილობს ბოლომდე დაღუპოს, შეჭამოს, იქ არ უნდა არსებობდნენ, იმიტომ რომ მათ სიკეთე თავის თანამდებობრივად არ უნდა. და შესაბამისად, თუ ესე გაგრძელდა, ოპერის თეატრს არ მოშორდება არც ეს ანტიპიარი, არც ეს აგრესია, არც ის მომენტი, რომ ბევრს აწყობს ის, რომ ოპერა არ იყოს. და ამ ხალხს იმდენი გონება არ აქვთ, რომ მიხვდნენ, რომ ესენი ხელს უწყობენ იმ ხალხს, ვისაც არ უნდა დღეს რაც ხდება, ხატია, აი სამხატვრო ხელმძღვანელის პოსტთან დაკავშირებით, სერიოზული სკანდალი იყო, არის რამდენიმე კანდიდატურა, უკვე თანამშრომლები ძირითადი ნაწილი კი არა, ყველა უფასო თუ ორკვირიან შვებულებაში გაუშვეს. რაღაც ურთულესი პროცესები მიდის და თქვენი გადასახედიდან როგორ შეაფასებთ აი ამ სიტუაციას, დღევანდელ პროცესებს? მისმის რომ კატალეფსიური ძილით ეძინა ოპერას, გამოღვიძება არ უნდა ბევრს, როცა კარგი საქმე კეთდება, ყოველთვის არის წინააღმდეგობა და არის ურთულესი პროცესები თუნდაც ამ წუთში. მოდით ამაზე მიპასუხეთ და მე იმაზე თუ როგორ აპირებთ დაბრუნებას თქვენ. დღეს რაც ხდება ქუთაისის ოპერის თეატრში, ჩემთვის არის ძალიან მტკივნეული. და რატო? არსებობს ისევ ის ორი ჯგუფი, რომელიც ადეკვატური თანამშრომლები, რომლებიც გახსნის დღიდან იქ მოღვაწეობენ და აქვთ სრული უფლება თავისი სურვილი განუცხადონ ხელმძღვანელობას, საზოგადოებას და ის იყოს დაფასებული და არის ის გუნდი, რომელზეც მე მაქვს საუბარი. ეხლა არის ორი კანდიდატურა, რომელიც შორისაც ვერ მიიღო მინისტრმა და ირინა ლომინაძე, რომლის შორისაც დღესდღეობით მინისტრმა ვერ მიიღო გადაწყვეტილება. ქალბატონ ირინაზე ვიტყვი ერთს, რომ როგორც ქორმეისტერს მე მას ვცემ პატივს. პიროვნებაზე რა შეუძლია, რა გაუკეთებია, მე არ ვისაუბრებ. ვერ ვისაუბრებ, იმიტომ რომ ის არის იმ ორგანიზმის, რომელიც მე მიყვარს ნაწილი. თუმცა აქვე ვიტყვი, რომ ის არ უნდა იყოს სამხატვრო ხელმძღვანელი. ერთ-ერთი მიზეზი ამის არის ის, რომ ის არის იმ კლანის, რომელიც თეატრის ოპერის თეატრს, უბრალოდ მოგოტიეთ, ჭამს. და ის ქალი დღესდღეობით არის მათთვის იგივე სათამაშო, როგორიც ვიყავი მე. ის არ მიჯერა, მე ვერ დავიჯერებ იმას, რომ ეს მიზანმიმართულად დგას მაგ ხალხის გვერდით, მაგრამ მაგ ადამიანს იყენებენ დღესდღეობით. რაც შეეხება კონკურსს, ჩემთვის ამაღზენია ის, როცა ლაშანი ქაბაძეზე მიდის საუბარი ადამიანზე, რომელიც თავის მოღვაწეობით ასახელებს ქუთაისს და საქართველოს და მას გვერდით უდგას ისეთი ხალხი, როგორიც არის ანიტა რაჭველიშვილი, ნიკოლოზ მემანიშვილი, ნინო სურგულაძე, მედია ამირანაშვილი და უამრავი სხვა ესეთი სახელოვანი. არის ასეთი წინააღმდეგობა, რომ აი ეს ხალხი ვინც ასეთი წინააღმდეგობას ცემით ქალბატონ ირინას და მაგრამ ისინი აი სასწორს ეცრო ეს ორი ადამიანი დაადგეს, ერთ საფეხურზე ვერ დადგებიან. ხო, მაგრამ მაინც ქალბატონო ხატია ირინა ლომინაძეზე არის სერიოზული საუბარი დღეს, სერიოზულად მსჯელობენ და ლამის უკვე ფაქტობრივად ელოდებიან, რომ უკვე დანიშნულია. და მაინც ამ ხელმძღვანელობას აიდა. მაგრამ ფაქტი ეს არის, ხო? ვიღაც ისეთი ხყავს, რომელიც უჭერს მხარს და რომლის მხარდაჭერითაც შეიძლება მოხდეს სამხატვრო ხელმძღვანელის პოსტი. უმშვენიერესი ქალაქში, უმშვენიერესი ჭყალებში მერი. მერის ბატონი შოთა კანდიდატია ეს. რომელმაც განაცხადა შეხვედრის დროს და მე ამ ფრაზას ვიტყვი ყველგან, იმიტომ რომ ქალაქის ხელმძღვანელს არ ეკადრება ესეთი საუბარი, რომ მე უწევ რეკომენდაციას სამხატვრო ხელმძღვანელობაზე ქალბატონ ირინა ლომინაძეს, იმიტომ რომ მას აქვს კარგი ყური. აი სიტყვა სიტყვით ვიმეორებ მის რას ნიშნავს კარგი ყური? სამინისტროს პოზიცია როგორია ამ დროს? კი და ძალიან გაოცებული ვარ, რამდენი შეუძლია ბატონ შოთას. სამინისტროს პოზიცია არის შეხვედრა ბატონ ლაშასთან, საუბარი ჩემთან, იმიტომ რომ მეც მქონდა რაღაც საკითხები მათთან გადასაწყვეტი და პოზიცია იცი თვალის გასწორება როცა უჭირთ. და აი ეს ეროზიან და უყურებენ, აი
შერცხვენილივით ლაშანი ქაბაძეს და უსმენენ ამ დროს ქალბატონ ირინას ქადაგებას, რომელიც თავისი საუბრით და საქციელით აჩვენებს იმას, რომ შეიძლება იყოს კარგი ქორმეისტერი, მაგრამ ის არ იქნება არასდროს მენეჯერი, ის ვერ იქნება ვერასდროს სამხატვრო ხელმძღვანელი. იმიტომ რომ ყველას ჩვენი თვისება გაგვაჩნია, ხო? და რატომ არ უნდათ მაშინ ლაშანი ქაბაძე, ასეთი ავტორიტეტული, ასეთი კარგი, ასეთი ნიჭიერი ახალგაზრდა. პროფესიონალიზმის შიში არის ამ ქალაქში ძალიან დიდი. რომელიც შიშიც არის ერთ-ერთი მიზეზი იმისი, რატო გამშვეს მეოპერის თეატრი. და როგორც გავიგე, მაია პაქსაძე უნდა მოვიდეს დირექტორად. ამ ეტაპზე დირექტორის მოვალეობას თოქმეტე მარჯანიშვილი ასრულებს. მაია პაქსაძე არის პიროვნება, რომლის იქ მისვლა თავიდანვე გააპროტესტა საზოგადოებამ. და ჩემთვის ძალიან მოულოდნელი იყო, როცა გავიგე, რომ დირექტორის კანდიდატად ის განიხილება და მოიაზრება ხო მართლობთ რაიმე ინფორმაციას ამასთან დაკავშირებით? დიახ, მეც ვიცი, რომ ის დირექტორობის კანდიდატი არის, ესე რომ თქვა, ზუსტად მაგიტო არის დღესდღეობით ალბათ ერთ-ერთი პრინციპი იმის, რომ რატომ უნდა იყოს ქალბატონი ირინა იქ. იცით რა, ისა ქალაქის მერს უბრუნდებით. ნუ თუ ქუთაისში არ არის სხვა არც ერთი სამსახური, სადაც ქალი, რომელიც მუშაობდა ბაღების გაერთიანების ხელმძღვანელად და შემოქმედებასთან არ გქონია არასოდეს არანაირი შეხება არ შეიძლება მუშაობდეს სხვა ვთქვათ ანალოგიურ თანამდებობაზე სხვა სფეროში. მივდივართ იქ მას რომ პური მეყურემ უნდა აცხოვს. კი, რა თქმა უნდა, ანუ იცით როგორი შთაბეჭდილება რჩება? მე რჩება შთაბეჭდილება, რომ შოთა მურღული ავითარებს ნაციონალურ მოძრაობას ქუთაისში. ხდება ისევ რა, ქალბატონი როზა დვალიშვილი იყო საარჩევნო პერიოდის წინ სულ პირველად დანიშნული, ის იყო ბავშვთა კოლონიის ხელმძღვანელი. მან არაჩვეულებრივად იცოდა როგორ მოქცეულიყო არჩევნებზე და როგორ მოეპოვებინა ხმები. ბატონ შოთა მურღულიას გადაწყვეტილებას თანამდებობებზე თუ შევხედავთ, მისი მოადგილეები, სამსახურების ხელმძღვანელები არიან ნაციონალური მოძრაობა. მოდის არჩევნები. არჩევნებზე გჭირდება ძლიერი ხელი. მაია პაქსაძე არის არაჩვეულებრივი ნაციონალი, არაჩვეულებრივი ორგანიზატორი. არჩევნებზე ქალი რომელმაც 29 გამგე გაათავისუფლა ნაციონალების გამარჯვების. ბატონ შორგთა მგონი იცის მაგის პასუხი და ძალიან გამხარდებოდა თვითონ თუ იტყოდა. სიამოვნებით მე არ მჯერა რომ ქუთაისის სრულმა საზოგადოებამ მისცა მას. იმიტომ რომ მან თავისი თავი კიდევ პირველ არჩევნებამდე არჩევნები როცა იყო მერობის კანდიდატის თავი ქალაქს აჩვენა. მე მახსოვს შოთა მურღულია, რომელიც საკრებულო მოხსნა და ის იდგა და განიცდიდად ლამის ტიროდა. რო ატოვებინებდნენ თანამდებობას. ქუთაისის ოპერა და ხატია ვედმედევა იყო ის ერთადერთი ხალხი, რომელიც სრული შემადგენლობს ამის ფოტომასალაც არსებობს. უჭერდნენ მას მხარს და უდგნენ გვერდით. შოთა მურღულია მაგის გამომარტო იყო ვალდებული. მიეხედა ქუთაისის ოპერის თეატრის. და ხატია თქვენ მე იქ არ მივიდოდი ამას აუცილებლად ვიტყვი მიუხედავად ჩემი რთული 11 თვისა, რომ იქ ხედავდე შესაბამის კადრებს და ოპერის თეატრში იყო სიმშვიდე და სწორი განვითარება. მე პრინციპიალურად მივალიქ, იმიტომ რომ მე ეს ორგანიზმი მიყვარს და მე მინდა ისეთ რომ გადაარჩინოთ. როგორ მიხვალთ? აი იმ სასამართლო პროცესებზეც მითხარით ჩვენი გადაცემის ფინალში. ძალიან რთული იყო ეს 11 თვე ჩემთვის. მე მებრძოდა ძალიან ბევრი ადამიანი. მე მებრძოდა ოპერის ყოფილი ხელმძღვანელობა, რომელიც იყო ჩემამდე. მე მებრძოდა ის ხალხი ჩუმად, ვინც არის ოპერაში. დიახ, საზოგადოება იყო გაოცებული, იმიტომ მე არც ერთი კომენტარი არ გამიკეთებია ამის შესახებ, რომ მართალი იყო ეს პიარი, რაც იყო აგორებული არა. ბატონი შოთა აცხადებს ხმამაღლა დღესდღეობითაც, რომ ხატიას აქვს ბიუჯეტთან რაღაც დავალიანება და პრობლემები, როცა მოვითხოვეს საბუთები, მან განაცხადა, რომ მე საბუთი არ მაქვს, მე ვიცი ეს სიტყვიერად მითხრეს სამარცხვინოა ქალაქის მერისთვის, როცა ამას არ აქვს საბუთი და ის ესაუბრებს. და თქვენ სასამართლომ აღგადგინა. პირველი ინსტანცია მე მოვიგებ, განთავისუფლების ბრძანება იყო ბათილად ცნობილი.
დაევალა სამინისტროს ახალი აქტის გამოშვება აღდგენაზე, იმიტომ რომ იმ თვეების განმავლობაში, როცა მიმდინარეობდა სასამართლო, მე დარღვევა ვერ მიპოვეს. ვერ მოწება, მე არ ვიყავ განთავისუფლებული არც ერთი მუხლის. მე მეწერა, რომ ვიყავ განთავისუფლებული, მოხსენებით ბარათის საფუძველზე, რომელიც ბარათის ნომერით არის განთავისუფლების ბრძანებაში არ ეწერა და ვიყავ განთავისუფლებული იმ სიტყვებით, რომ მე ვარ კარგი მენეჯერი, ოღონდ ოპერის თეატრისთვის არა. ოღონდ ძალიან მაინტერესებს, აი ბატონმა გოგი ჭიჭინაძე მე მას შევხვდი ამ დღეებში, როგორ შემაფასა, როცა თვითონ ადგილზე არ იმყოფებოდა. იცით, ვერაფერი ვერ ვითხრა და მე ვისიამოვნე მისი სიჩუმით. მე მას სიმპათიას როგორც დირიჟორს, მაგრამ როგორც მენეჯერი სამწუხაროდ ჩემთვის და ქუთაისის საზოგადოებისთვის ის ვერ გამოდგა კარგ მენეჯერად, იმიტომ რომ ის ისევ ჩაითრია იმ ხალხმა, რომელმაც თავის დროზე მეც ჩამითრიეს. მე მაგას არ უარყოფ, მე ჩემი შეცდომების აღიარება არ მიჭირს. მოერე გამისაჭურეს ეს გადაწყვეტილება, მიუხედავად იმისა, რომ სამინისტროს მინისტრი უკვე აღარ იყო ბატონი აუდიშარია გურამი, ბატონი მიშა გიორგაძე იყო, მაგრამ მე ვფიქრობ ალბათ ლოგიკური არის, როცა სამინისტროს ებრძვი, ზოგადად რაღაც საპასუხოც უნდა მოხდეს. ნუ მეორე ინსტანციაც მე მოვიგე, დარჩა ისევ ის გადაწყვეტილება ძალაში, ის გადაწყვეტილება უკვე 2 თვეა შესული არის ძალაში. სამინისტრომ დანიშნა კომისია, სადაც მე ვიყავი ჩემ იურისტთან ერთად და 9 პიროვნება სამინისტროდან ცდილობდა მოეფიქრებიათ, როგორ მოხდეს ისე, რომ ხატი არ დაბრუნდეს ოპერის თეატრში. სამწუხაროდ მათთვის ალბათ საბედნიეროდ ჩემთვის, იმიტომ რომ კიდევ ერთხელ ვიტყვი მამოძრავებს მხოლოდ სიყვარული ოპერის თეატრთან, ვერანაირი დარღვევა, ვერანაირი მიზეზი არ აღმოჩნდა, იმიტომ რომ სიმაღლე ისინი ინფორმაცია იძულებული არიან არა, ინფორმაცია მოკლებულები იყვნენ. იმიტომ რომ ბატონ გურამის გადაწყვეტილებაში აი ძალიან ის კადრები ვინც იქ ესწრებოდა არ ღებულობდნენ მონაწილეობას. ბევრი იყო ახალი თანამშრომელი. გავიარეთ ყველა საკითხი, ძალიან კარგი შეხვედრა იყო და შესაბამისად იყო მიღებული ის გადაწყვეტილება. კომისიაზე ჩვენ გვქონდა შეხვედრა, სადაც გაერკვა თანამშრომლებით, რომელიც ესწრებოდნენ ამ შეხვედრას, ისინი ბატონ გურამის პერიოდში უმეტესი ნაწილი მათი არ მუშაობდა და არ იცოდნენ რა ხდებოდა. რამოდენიმე თანამშრომელი, რომელიც მუშაობდა, იყო საქმის ნაწილობრივ და დაეთანხმა ამ სასამართლო გადაწყვეტილებას. ერთადერთი კითხვა იყო სამინისტროში ის, რომ თქვენ და ბატონი გოგი იყავით მუდამ ერთად, რა მოხდა, რატო არის ესეთი სიტუაცია, რატო გაგიშვათ ბატონმა გოგიმ ჩვენთვის ეს იყო? მართლაც რატომ გაგიშვათ ზეგავლენის ეს იყო, ვინმესგან იძულება იყო? როგორ ფიქრობთ? როცა კითხვა დაუსვი, რატომ მან თავისუფლებს თანამდებობიდან თქო, ის ძალიან განერვიულებული ვერ გიპასუხა. არა მიპასუხა. მან მითხრა, რომ ეს ხო დავალეთ. ხატია, თქვენ გაქვთ გარანტია იმისა, რომ თქვენ დაბრუნდებით ოპერის თეატრში. კვლავ მოხს ეს გარანტია. არა, აბა ეხლა ამბობდით, რომ მე დავბრუნდები და მაქსიმუმს გავაკეთებ იმისთვის, რომ დავბრუნდე, იურიდიულად და კანონის მიხედვით მე ამის უფლება მაქვს. როცა იურიდიულად ამის უფლება გაქვთ, უკვე ვალდებულებაც არის, რომ დაგაბრუნონ, ხო? აბა სხვა რაღა უშლის, ხელს რაღა ბარიერებია. არ მესმის უბრალოდ ველოდები ამ დღეს და იმედი მაქვს, რომ ეს ყველაფერი მოხდება. როცა დაბრუნდებით, მზად ხართ ის შეცდომები გაანალიზოთ, რაც გქონდათ თქვენ და იცით როგორ უნდა დაიწყოთ თავიდან, როგორ უნდა მიუდგეთ სიტუაციას ისე, რომ კვლავ არ მოხდეს ის მოხდეთ იმ პრობლემების წინაშე, რაშიც იყავით. მზად ხართ იმ პრობლემებისთვის. რაც უნდა დაიაროს. ყველაზე დიდი ჩემი შეცდომა მე ამ 11 თვის განმავლობაში ძალიან ბევრი დრო მქონდა იმისათვის, რომ ანალიზი გამეკეთებინა ყველაფერზე. იყო ის, რომ მე ვიყავი ზედმეტად გახსნილი თანამშრომლებთან, ზედმეტად ახლოს. ვღებულობდი ყველას პრობლემას და აი ლოკალურად ხსნიდი რაღაც პრობლემებს და გლობალურად სიტუაციას სამწუხაროდ ვერ ვხედავდი და ვერ წარმომედგინა ის, რაც ხდებოდა შინით, თუ მართლა ჩემთან ხდებოდა. დღესდღეობით, რა თქმა უნდა, მე ვიცი, როგორ უნდა მოვიქცე, რა უნდა გავაკეთო იმისათვის, რომ ის, რაც იყო ჩანაფიქრი თავიდან,
ბოლომდე განხორციელდეს და მე დარწმუნებული ვარ, რომ ის თანამშრომლები, რომელიც მთელი სასამართლო პერიოდი მე მიდნენ გვერდით. იცით რატო? იმიტომ რომ მათმა ძალიან კარგად დაინახეს, ვინ იყო მათთვის ხატია, როგორ უყვარდა ხატიას ისინი, მე არავისთვის არ მithოვია. დღეს ვდებით ხო სხვებსაც და აქ სულ მე მინდა ვთქვათ, რომ 260 თანამშრომლიდან 240-თან მაინც მაქვს აქტიური კონტაქტი და უნდა დაბრუნება. მიდგანან გვერდით კი. ნამდვილად ხელმოწერებით შეუგროვებიათ ჩემი ესე ვთქვათ მოთხოვნა სასამართლო მე რომ გითხრათ სულ მქონდა ერთი გამოდმები თხოვნა როცა გამათავისუფლეს იმ დღიდან დაწყებული რა ნუ გამოხვალთ აქციებით ნუ მოითხოვთ ჩემს მე ვარ ადამიანი რომელსაც შეუძლია დაელოდოს მოვლენების განვითარებას რომელსაც შეუძლია თვითონ დაამტკიცოს თავისი სიმართლე რომელიც არ სარგებლობს ადამიანების ნდობით მე არასოდეს არ დამირეკე არავისთვის და აი არ მithქვამს რომ აი დამდეგით გვერდი და გავუმყევით აქ რაღაცა არ დადგმულა არც ერთი ესე ვთქვათ რაღაც სცენარი რის გამოც ვინმე იძულებული იქნებოდა ჩემთვის ხვანაირად მოაქცია ყურადღება პირიქით მე სულ მშვიდად წყნარად მივდიოდი. ერთადერთი რაც გააკეთეს და მათგან მივიღე და მადლობელი ვარ, ის იყო ხელმოწერები, რომელიც მე კომისიაზე წარვადგინე მხოლოდ იმისათვის. იქ არ დავაწერინე ტექსტში მოთხოვნა, რომ გთხოვთ დაგვიბრუნოთ, არა. იქ დაწერეს, რომ ჩვენ უჭერთ მხარს და ჩვენ მის სამუშაო პერიოდის გვერდით ვგზნობდით თავს კომფორტულად. მე უბრალოდ მინდოდა თეატრის თანამშრომლების განწყობა ყოფილიყო ცნობილი ministrისთვის და მისი თანამშრომლებისათვის. მე აქ მინდა აღვნიშნო ის, რომ ჩემთვის იყო ძალიან ამაღზენი, როცა ministri ჩამოვიდა ქუთაისის ოპერაში და შეხვდა და მე ამ შეხვედრას ვესწრებოდი, იმიტომ რომ ეს იყო თავად ministris თხოვნა. ის რაც იქ დავინახე, მე მეტკინა რა, ბატონ ლაშას უჭერდა მხარს ის ხალხი, ვინც უჭერდა მხარს თვითონ თავისი სურვილით მერწმუნეთ მე ამაზე პასუხისმგებელი ვარ ამ სიტყვებზე და ის ჩანდა ნამდვილად ბუნებრივი მხარდაჭერა არავინ ერთმანეთის მერე დადგმული სცენარით არ დგებოდა და ყველა საუბრობდა იმ კონკრეტულ სიტუაციას რომელიც მათ ეხებოდა დადარდებდათ და ტკიოდა და კულტურულად მშვიდად ეს ყოველგვარი სტვენის და რა ვიცი რაღაცა აპლოდისმენტების გარეშე ხდებოდა და დგებოდა ის ხალხი ვისაც ეთქმის ოპერის თეატრში სიტყვა ქალბატონი ნაირა კიკოლიაშვილი, ქალბატონი ნათევა ჩანგსელიანი, ბატონი კობალიაშვილი. ეს ხალხია, ვინც გახსნის დღიდან მუშაობს მაგ თეატრში. ბატონი გია კინწორაშვილი, ესე რომ ვთქვათ, ჩვენი ქუთაისის ოპერის ორკესტრის ერთ-ერთი მთავარი ბირთვი. ქალბატონი ია გიგაური, მაგრამ ყველაზე ეს სიამოვნებდა, როცა ამას უსმენდი. როგორც კი ამ ხალხმა თავისი აზრი გამოთქვეს, აი 10-15 წუთი შეხვედრის გავიდა უკანა რიგებში. დაიწყო ისეთი სპექტაკლი, რომელსაც კარგი გამოცდილი რეჟისორი ალბათ ვერ დადგა. ეს იყო აპლოდისმენტები, შტვენა, ერთი მეორეს შემდგომ როცა დგება და დაზეპირებულ ფრაზებს ამბობს, ამას მოყვებოდა აპლოდისმენტები. ერთი ადამიანი დაჯდებოდა ministris სიტყვას რა ეხა თქვენი საუბრით არ ელოდებოდნენ, დგებოდა მეორე, ლექსი იყო წასაკითხი, წაიკითხა ერთ-ერთმა თანამშრომელმა და ესეთი მხარდაჭერა ჰქონდა ქალბატონ ირინა ლომინაძეს. ისინი იყვნენ უმცირესობაში. მაგრამ თავისი აი ჭავჭავაძის ბაზრობის აქციელით გააქციეს ministri. შეხვედრა დასრულდა გადაწყვეტილების გარეშე. აი ჩემთვის წარე იყო ის ყურება, რომ ეს ყველაფერი აი გავდა ბაზრობას. ეს არ იყო ოპერა, ეს არ იყო მაღალი ხელოვნება, ეს არ იყო პატივისცემა ერთმანეთის მიმართ. ძალიან სამწუხაროა რომ პროცესები ასე ვიქნა. მე იმედი მაქვს რომ ministri მიიღებს ობიექტურ გადაწყვეტილებას, იმედი მაქვს რომ არ გააკეთებს, არ მიიღებს მონაწილეობას იმაში, რომ ქუთაისში აღარ იყოს ოპერის თეატრი. მე გული მტკივა, რომ ის ხალხი, რომელიც ანგრევს ოპერის თეატრს და ცდილობს მართოს ოპერის თეატრი, აკეთებს ამას მხოლოდ იმისთვის, რომ გავიდეს სამეგობროში და თქვას, აი მე როგორ ვმართავ. აი ვერც ერთი ხელმძღვანელი ვერ მჯობია, მე მათ ვათამაშებ ისე როგორაც მინდა. ძალიან სამწუხარო ფაქტებია, თუმცა მე მინდა
წახმეტებები გისურვებთ და დიდი მადლობა გადაგიხადოთ დღევანდელი დღისთვის. Ai am შეხვედრისთვის, ასეთი საინტერესო ინტერვიუსთვის. Დაგიმშვიდობებით, დიდი მადლობა კიდევ ერთხელ. თქვენ მოისმინეთ ინტერვიუ ოპერის თეატრის ყოფილ დირექტორთან ხატია ვედმედევასთან. გადაცემა აქცენტი შეეცადა დაკავშირებოდა ქუთაისის მერს შოთა მურღულიას. მან ოფიციალურ ინტერვიუზე უარი განაცხადა, თუმცა პირად საუბარში აღნიშნა, რომ ყველა ბრალდება უსაფუძვლოა და გარკვეული ძალების მიერ მხოლოდ და მხოლოდ მისი დისკრედიტაციისკენ არის მიმართული. მისივე თქმით, ოპერის თეატრში ხელმძღვანელ თანამდებობებზე კადრების დანიშვნა კულტურის სამინისტროს პრეროგატივაა და არაპირებს ამ საკითხში ჩარევას. მაქსიმალურად ვარ ორიენტირებული ქუთაისში ბევრი კარგი საქმის კეთებაზე. უკვე დაწყებულია არაერთი პროექტის განხორციელება. კარგი იქნება თუ შეწყდება სიცრუის ტირაჟირება. ქალაქში ბევრი სასიკეთო სიახლე იგეგმება. პროფესიონალთა მოზიდვა და დასაქმება ჩემი პრიორიტეტია. ქუთაისელები მალე ნახავენ ჩვენს მიერ დაწყებული საქმეების სასიკეთო შედეგებს. აცხადებს შოთა მურღულია. გადაცემაში მონაწილეობის მიღება შევთავაზეთ ასევე ოპერის თეატრის დირექტორის მოვალეობის შემსრულებელს თორნიკე მარჯანიშვილს და საუბრის ამონარიდი ოპერის თეატრის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის უფროსთან აკო ანტყულაძესთან. დაველოდოთ დანიშვნას ახალგაზეთს ყველაფერი უთხრა, რაც შეეძლო, ანუ თქვენს გაზეთს. თორნიკე ამ პერიოდში საკმაოდ ბევრი ინტერვიუ მისცა მედიას და ასე შემდეგ. კოლეგიალობიდან გამომდინარე აქ დავსვამ წერტილს, თუმცა ერთს მაინც ვიტყვი. მადლობა აკოს ჩემი დამოწვრისთვის და მასტერკლასისთვის, მაგრამ კარგი იქნება ის თავად თუ იმუშავებს ბევრს საკუთარ თავზე და არ შეეცდება მდგომარეობის დაძაბვას. ახლა კი ჩემი კოლეგის გიგა გელხვიძის მიერ ჩაწერილი ნანი ნანადრი ინტერვიუ ოპერის თეატრის დირექტორის მოვალეობის შემსრულებელთან თორნიკე მარჯანიშვილთან. კანდიდატებს შორის გამოიკვეთა ორი ლიდერი, ლაშანი ქაბაძე და ირინა ლომინაძე. ორივეს ყავს მომხრეები და მოწინააღმდეგეებიც. ამაში გასაკვირი არაფერია, მაგრამ ჩემთვის მიუღებელია დაპირისპირების ის ფორმა, რომელიც ეფუძნება პირად შეურაცხყოფებს, ხელოვანისთვის მიუღებელ ქცევებს. უფრო ზუსტად რომ ვთქვათ, ცილდება ადამიანის მორალური კოდექსისა და ზნეობრივი ეთიკის საზღვრებს. რაც მთავარია, ხშირად ეს გადადის ყუილებში, დამამცირებელ ცილისწამებასა და დადის ელემენტარული ჭორის დონეზე. აი, სულ ესაა და ეს. გემშვიდობებით ქუთაისის ოპერის თეატრში მიმდინარე პროცესების სწორად წარმართვისა და სიმშვიდის იმედით. მომავალ ხუთშაბათამდე.